ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წუხელ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, კერძოდ მდინარე ენგურის გასწვრივ განლაგებულ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მდინარე ენგურზე თვითნებურად მოწყობილ გადასასვლელებთან რუსმა სამხედროებმა დაიწყეს დიდი რაოდენობით ბეტონის ფილების მოზიდვა. სავარაუდოდ ამ კონკრეტულ გადასასვლელებთან დამცავი კედლის ან თავდაცვითი სასაზღვრო ზღუდის ასაშენებლად, ბლოკპოსტების ასაშენებლად. აღნიშნულ შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოგვისმენია. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ სოფლიოში შექმნილი პოლიტიკური რეალობა ნამდვილად არ აძლევს ხელისუფლებას მშვიდად ყოფნის საშუალებას. ხელისუფლება საკუთარი უსუსურობიდან თუ არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყანას და ვერანაირი ქმედით ნაბიჯებს ვერ დგას მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის პროცესის შესაძლებლად. დემოკრატიული მოძრაობა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყანა საგანგაშო მდგომარეობაშია და სულ უფრო რეალური ხდება საშიშროება უსამართლოდ გავლებული მავთურ ხვართები უკვე ბეტონის კედლებად გადაიქცეს. გარდა ამისა, რომ ქვეყანა ყოველდღურად კარგავს ტერიტორიებს, ხელისუფლების უნიათობით და უმოქმედობით ჩვენ ვკარგავთ ჩვენს აფხაზ და ოსტ ძმებთან იმ უმნიშვნელოვანეს მცირედ შემორჩენილ ძაფებსაც კი, რაც რეალურად ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის ძირითადი საშუალებაა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ორივე მხრიდან ყოველდღიურად ეზღუდებათ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის, ერთმანეთთან კონტაქტისა და კომუნიკაციის საშუალება. დემოკრატიული მოძრაობა მიმართავს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დავუკავშირდნენ რუსეთის ხელისუფლებას და გაარკვიონ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან. ჩვენი პოლიტიკური ძალა მუდმივად აცხადებს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს პირდაპირ და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები რუსეთთან. საგანგაშოა, რომ საქართველო 2008 წლიდან მოყოლებული ხელიდან უშვებს მომენტს და ამით ყოველდღიურად იუარესებს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების სასტარტო პირობებს. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანას დაუკარგა ტერიტორიების 20%, ხოლო ქართული ოცნება საკუთარი უმოქმედობით, არაპროფესიონალიზმით აგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას და ყოველდღიურად კარგავთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უმნიშვნელოვანეს შანსს.